სტუმარი უკვე ხაზეა, ლევან ლორთქიფანიძე, პოლიტოლოგი. ბატონო ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, რომ უპასუხებთ ჩვენს კითხვებს პირდაპირ ეთერში. ბატონო ლევან, მოდით შეგვიფასეთ. მიმდინარე კვირამე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გამოვყავი ამ კვირიდან და მაინტერესებს პირველ რიგში ის ფაქტი, რომ გახარია საქართველოსთვის პარტიამ ბოიკოტი შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა. მოდით მივყვეთ ამ თემით და შემდეგ უკვე სხვა საკითხებზეც მექნება თქვენთან კითხვა. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას პარტიის? იცით, ერთის მხრივ ჩვენ შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს გახარიას პარტიის გადაწყვეტილება. ეს არის გემოვნების და პოლიტიკური ღირებულებების საკითხი. მაგრამ მეორეს მხრივ არსებობს ლოგიკა. ხომ რატომ იღებენ პოლიტიკური პარტიები ამა თუ იმ გადაწყვეტილებას? და აი გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაში ლოგიკა ნამდვილად იკითხება, იმიტომ რომ ამ პარტიას სურს გადარჩენა, სურს რომ შეინარჩუნოს თავისი სტრუქტურები, სურს რომ ჰქონდეს საპარლამენტო და მუნიციპალური ინსტრუმენტები და სურს რომ აი ეს ფრონტი, რომელიც ცარიელი დარჩა, საპარლამენტო ოპოზიციის ფრონტი, მუნიციპალური ოპოზიციის ფრონტი თვითონ შეავსოს, რათა მომავალი არჩევნებისთვის უფრო მეტად მზად იყოს. ამასთანავე ამ პარტიის წარმომადგენლებს რაღაცა ერთი კონკრეტული მსხვილი ოლიგარქი არ აფინანსებს. შესაბამისად აქვთ მათ აი ეს მატერიალური პრობლემაც და გჭირდებათ ხელფასები, ხო, რაღაცა ანაზღაურება თავიანთი პარტიის წევრებისთვის, რომ მათ არ დატოვონ ეს პოლიტიკური მოძრაობა, იქ შეინარჩუნონ საკუთარი თავი, გააგრძელონ ბრძოლა და აი ამ რესურსის გამოყენებასაც ცდილობს ეს პარტია. მოკლედ, ეს არის სტრატეგიის საკითხი. გახარიას პარტიამ გადაწყვიტა იყოს საპარლამენტო ოპოზიცია და გამოიყენოს იქ არსებული მატერიალური თუ საინფორმაციო თუ სხვა რესურსები, რათა ეს პარტია გადარჩეს, მივიდეს მომავალ არჩევნებამდე და შემდეგ აი ამ საარჩევნო ბრძოლით გარკვეული პოზიციის მოპოვება მოახერხოს. და ბატონ ლევან, ის რომ აქამდე როგორც ამბობდა პოლიტიკოსების ნაწილი, რომ ერთპარტიულია პარლამენტი, უკვე აღარ არის, ხო, გამოდის ერთპარტიული პარლამენტი. და რაც შეეხება ლეგიტიმაციის ნაწილს. როგორ? და რაც შეეხება ლეგიტიმაციის ნაწილს, ოპოზიციური პარტიები ამბობდნენ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. კი ბატონო, აქ ლეგიტიმაციის საკითხი, რა თქმა უნდა, წარმოიქმნება, როცა არც ერთი ოპოზიციური პარტია არ შედის პარლამენტში, მაშინ ამ ორგანოს ლეგიტიმაციის საკითხი ერთმნიშვნელოვანია, ანუ არავინ მას არ აღიარებს და არანაირი რესურსი მას არ აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ერთი პარტიის შესულით და იქ საპარლამენტო ბრძოლით თან იმ განცხადების ფონზე, რომ ისინი მაინც არ აღიარებენ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და მაინც ფიქრობენ, რომ ეს არჩევნები მანიპულირებული იყოს, ბევრად და დიდად არაფერი ასე რომ ლეგიტიმაციის საკითხი, ამ მთავრობის ლეგიტიმაციის საკითხი პარლამენტში შესვლა არ შესვლაზე არ არის დამოკიდებული. მსოფლიოში ყოფილა პრეცედენტები, როდესაც ოპოზიცია არ აღიარებდა არჩევნებს, მაგრამ მაინც შედიოდა პარლამენტში, რათა ტრიბუნა გამოეყენებინა და რათა მმართველი პარტიის ოფისად არ ქცეულიყო ეროვნული ინსტიტუტები. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ნამდვილად იქცა პარლამენტი რაღაც ოფისად ქართული ოცნების, იქ რასაც უნდა იმას აკეთებდნენ, როგორც უნდათ იმას ხმას აძლევდნენ, იქიდან ცნობები არ გამოდიოდა, არანაირი დისკუსია არ იქნებოდა და მე მგონია, რომ ამ ეტაპზე შეიძლება ამ შიდა საპარლამენტო დისკუსიებმა გააძლიეროს წინააღმდეგობის მოძრაობაც, იმიტომ რომ ამ ბოიკოტმა რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე შედეგი მოიტანა, მაგრამ შემდგომში უკვე როდესაც გავიდა რაღაცა 8-9 თვე, უკვე გამოიწვია ის, რომ სრულიად პარალიზებული იყო პოლიტიკური სტრუქტურები და სრულიად კომფორტულ მდგომარეობაში იყვნენ ქართული ოცნების წევრები. ეხლა აღარ იქნებიან კომფორტში, მოუწევს თავიანთი მტიფარი განცხადებების გაკეთება და საკუთარი სახის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გამოვლენა და ჩვენ უკვე გავიცნობთ არა მხოლოდ ესე იგი ლიდერებს ამ სისტემის, არამედ აი ამ იმ ჭანჭიკებსაც, რომლებიც არანაკლებ აშავებენ, ვიდრე ასე კობახიძე და მდინარაძე და ასე შემდეგ. აი მაგალითად
ხო, არავინ არ იცის საქართველოში ვინ არის ბატონი ირაკლი კირცხალია, ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი, ერთ დროს ესე იგი სათადარიგო შემადგენლობიდან შესული პარლამენტში, კაცი, რომელსაც 4 მილიონი აქვს მგონი გაპროცენტებული და არის მევახშე და რა ტონით ლაპარაკობს. და როგორ ელაპარაკება საზოგადოებასაც, როგორ ელაპარაკება თავის კოლეგებსაც, ხო? აი ესეთი ხალხი უნდა დავინახოთ და კიდევ ერთხელ შევამჩნიოთ, რომ აი ასეთ მევახშეებზე, მილიონერებზე, ადამიანებზე, რომლებმაც კაცმა არ იცის როგორ მოიპოვეს თავიანთი ქონება, აი ასეთ ხალხზეც დგას ქართული ოცნება და ისინიც არანაკლებ სერიოზულ კრიტიკას იმსახურებენ, ვიდრე მოწინავე წევრი. ბატონ ლევან, როგორ გესმით ის განცხადებები, აი თქვენ საუბარშიც აღნიშნეთ, რომ შევდივარ პარლამენტში, მაგრამ პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ვაღიარებ. ანუ ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება ეს ორი აზრი, ქმედება განცხადებას არ ეწინააღმდეგება? რა თქმა უნდა, არის გარკვეული წინააღმდეგობა ამ ქმედებაში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მაგალითად შეიძლება მომწონდეს არ მომწონდეს ეს სხვა თემა, მაგრამ მე მესმის, რომ შეიძლება არ აღიარებდი არჩევნების შედეგებს, შეიძლება დაგჩაგრეს იმ არჩევნებში, მაგრამ რომ არ გაქრე, რომ არ განადგურდე ბოლომდე და რომ ესე იგი ბრძოლის ინსტრუმენტები შეინარჩუნო, ამიტომ შეიძლება გამოიყენო საპარლამენტო ინსტრუმენტები, რომლებიც ხალხმა შენ მოგცა. შეიძლება ასე ვთქვათ მასშტაბი შეგიმცირა არჩევნების არალეგიტიმურობამ, ფალსიფიკაციამ, ძალადობამ და ასე შემდეგ, მაგრამ ის ხომ ფაქტია, რომ ხალხმა მისცა ამ პარტიასაც გარკვეული მანდატი და იმის გამოყენებას იცხებენ. რა თქმა უნდა, არის წინააღმდეგობები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ასე იგი თლად ბოლომდე სისპედაკე და სითეთრე არ არის აქ შენარჩუნებული, მაგრამ ლოგიკა გასაგებია, რომ გადაარჩინო პარტიული სტრუქტურა. დემოკრატია პარტიების გარეშე არ არსებობს და პარტიების განადგურებით ნადგურდება დემოკრატიაც, ხო? შესაბამისად, თუ გინდა შენ მომავალში მაინც რაღაც დემოკრატიული პროცესი გქონდეს, გჭირდება მყარი, გადარჩენილი, ცოცხალი პოლიტიკური პარტიები და როცა ქართული ოცნება ყველა პარტიას სპობს და ანადგურებს, აი გახარია ცდილობს, რომ თავისი რაღაცა პატარა სუსტი სტრუქტურა მაინც შეინარჩუნოს. ხო, ბატონ ლევან, იმ ყველაფერთან ერთად, რაზედაც თქვენ ახლა საუბრობდით, თუ რატომ შევიდა გახარია საქართველოსთვის პარტია და ბოიკოტი შეწყვიტა, იმ ჩამონათვალის გათვალისწინებით კიდევ ის ფაქტიც ხომ არ ემატება, რომ ამ გადაწყვეტილებით პარტიამ თავიდან აიცილა და ასაკრძალი პარტიების სიაში არ მოხვდა. იმიტომ რომ ნახეთ, მე კიდევ ერთხელ წავიკითხავ პრემიერ-მინისტრის განცხადებას, გახარიას პარტიას უარი რომ ეთქვა საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, აუცილებლად იქნებოდა საკონსტიტუციო სარჩელის ნაწილიო. ანუ რა გამოდის, რომ შევიდნენ პარლამენტში, ამიტომ ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომ არ მოხვდაო იმ იმაში, სიაში. და ესეც ხომ არ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი. რა თქმა უნდა, რა თუნდა ამას ბევრი მსჯელობა და მოგიგვა. თავი გადაიჩინა ამ პარტიამ. საერთოდ ბატონ გახარიას ახასიათებს ეს პრაგმატული მიდგომები, ხო? აი რატო არის გაქცეული იგი ახლა გერმანიაში, რომ იცის რომ აქ დაიჭერენ ან ძალიან შეაწუხებენ იმ თვალსაზრისით, რომ სულ სასამართლოში იქნება, სულ რაღაც განხილვაში იქნება და ის პარტიას არ ექნება საშუალება სხვა თემებზე კონცენტრირების. ამიტომ პრაგმატულად მიიღო გადაწყვეტილება, იცის რომ ახლა იმ რანგის ეროვნული ლიდერი არ არის, რომ ის აქ მყოფნამ რაღაცა დრამატულად შეცვალოს. მაგრამ ის აქ ყოფნამ შეიძლება პარტია დააზარალოს. ამიტომ ირჩევს უფრო შვიდ წყნარ ცხოვრების წესს გერმანიაში და ამითი პარტიასაც ინარჩუნებს და თავისუფლებაზეც რჩება და ასე ვთქვათ, ციხეში არ შედის. ხო, ეს ახლა გმირული ნაბიჯი ნამდვილად არ არის და ჰეროიზმი ამაში ნამდვილად არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრაგმატულობა ამაში არის. როგორც ჩანს, ბატონი გახარია ფიქრობს, რომ ის ჯერჯერობით ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვერ ცვლის
და ხელისუფლებას ასე ვთქვათ წყალს ვერ შეუყენებს თავისი ქმედებებით და ფიქრობს რომ თუ ხელისუფლებას ვერ ვცვლით და ხელისუფლებას ვერ ვაზარალებ საკუთარ თავს და საკუთარ პარტიას მაინც გადავირჩენო და აი ამ ლოგიკით მოქმედებს და დიახ რომ შევიდა ამით რა თქმა უნდა თავი გადაირჩინა ამ საკონსტიტუციო არჩევნებს კი ბატონო, ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, შემდეგ უკვე პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უნდა დაგისვათ კითხვა. ანუ გამოდის რომ პარლამენტის არალეგიტიმაციაზე საუბარი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მხრიდან ბატონ ლევან ამ გადაწყვეტილების შემდეგ სიმძიმეს, პოლიტიკურ სიმძიმეს კარგავს? დროებით შეიძლება კარგავს, მაგრამ თუ ასე ვთქვათ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთზე ინკლაობის ნაცვლად ისევ ხელისუფლებაზე გააკეთებენ ასე ვთქვათ აქცენტს, მაშინ ლეგიტიმაციის საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება. ერთი პარტიის შესვლა არ შეცვლით ლეგიტიმაციის თემა არ განისაზღვრება. ლეგიტიმაციის საკითხს განსაზღვრავს ის თუ როგორ ჩატარდა არჩევნები და ჩვენ ვიცით რომ არჩევნები ჩატარდა პოლიციის, კრიმინალური სამყაროს, საბიუჯეტო რესურსის უხეში მონაწილეობით, თავისი რაღაც ბანდების მიერ ხალხის ორგანიზებით, სრულიად უთანასწორო გარემოში. ასე რომ ლეგიტიმაციის საკითხი ოპოზიციას შეუძლია განსაზღვროს არა პარლამენტში შესვლა გამოსვლის თემით, არამედ იმითი თუ რა ხარისხის და რა ტიპის არჩევნები ჩატარდა. ასე რომ ფოკუს თუ შეცვლიან ლეგიტიმაციის საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება და გახარიას გუნდის შესვლაზე არ არის ის დამოკიდებული. კი ბატონო, რაც შეეხება პარტიების აკრძალვის საკითხს, თქვენ იცით რომ ნაციონალური მოძრაობა ლელო ძლიერი საქართველო და კოალიცია ცვლილებებისთვის შედის ჩამონათვალში. აქ რისი თქმა მინდა და რა კითხვა მინდა დაგისვათ ბატონ ლევან, მუსირებს აქტიურად ეს მოსაზრება და მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს. საუბარია რომ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის შემდეგ, ანუ როდესაც აკრძალავენ ამ პარტიებს, მოსალოდნელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და როგორც პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, პოლიტოლოგების უпростоროდ ნაწილი ამბობს, მოწმენდილ ველზე ჩაატაროს არჩევნები და შემდეგ უკვე ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. თქვენ ამ ტიპის სცენარს როგორ უყურებთ და რამდენად შეიძლება ეს ასე იყოს? ვერ გეტყვით, მე არ ვიცი რა ტრიალებს ხოლმე შულერების და ყომარბაზების თავში. ხო, აი ვიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგია მაპატიოს მსმენელმა არის სწორედ ესეთი შულერის, კარტოშნიკის და ყომარბაზის ლოგიკა და იქ რა მოიხარშება, არ ვიცი, პოლიტიკის მეცნიერებას არ აქვს პასუხები აი ასე ვთქვათ манипуляციებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ აი რაღაცა მოწმინდოს ველი და მე არჩევნები ჩაატაროს, აქ ლოგიკა ჩანს, მაგრამ მე უფრო იცით რა მგონია, რომ საერთოდ სოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოების საშუალებით 1 და 2 წელიწადში ვერ ხდება ხოლმე, ეს გრძელდება წლობით, აი მაგალითად დასავლეთ გერმანიაში კომუნისტური პარტიის აკრძალვას დაჭირდა 5 წელი და მოკლედ ჩემი დაკვირვებით, ჩემი ვარაუდით ქართული ოცნება ემზადება ხანგრძლივი შოუსთვის ჩვენ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დღის წესრიგის პირველ საკითხად გვექნება აბა მარტო ლელოს გრძალავენ თუ კოალიცია ცვლილებებისთვისაც ვიაყოლებენ ნაციონალური მოძრაობა 1 წელიწადში აკრძალავენ თუ 2 წელიწადში. მე ამაზე პასუხები და გამოხმაურებები ამ პარტიების სახით და გვექნება აი ეს ხელოვნურად შექმნილი თემა დღის წესრიგში. და შოუ, რომელსაც გაუძღვებიან ეს ქართული ოცნების ლიდერები და ხო ესენი ხო არიან, ესე იგი თავის საგანში ჩაკეტილი ადამიანები და წაგვიკითხავენ ლექციას საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის შესახებ, რაღაცა იურიდიული მართლწერებით გაგვაბრუებენ და ამაში დაიწყება ძვირფასი დრო და პოლიტიკური პროცესი. მე ეს ვარაუდი მაქვს, თუმცა ესეც შეიძლება არ გამართლდეს და მართლა ძალიან მალე აკრძალონ, იმიტომ რომ ჩვენ მართლა უკვე ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ავტორიტარიზმი ნელ-ნელა იწყებს სვლას დიქტატურისკენ და ამის ნიშანი სწორედ პარტიების აკრძალვაა. პარტიებს გრძალავდა ვინ? ფრანკო, ევროპაში სალაზარი, პორტუგალიაში შავი პოლკოვნიკების რეჟიმი საბერძნეთში
ხო? ანუ დემოკრატიულ კი არა დასავლეთ ევროპულ სამყაროში აი ესეთი რეჟიმების ხელწერა იყო პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აკრძალეს, ისინი იყვნენ მხოლოდ აი რადიკალი ექსტრემისტები, თქვათ იგივე გერმანია რო გავიხსენოთ, კომუნისტური პარტია აკრძალეს და კომუნისტური პარტიის სამართალ მემკვიდრე პოლიტიკური ძალა. თან ამ პარტიებს არ ჰქონდათ უმრავლესობა, ლამის პარლამენტებშიც არ იყვნენ წარმოდგენილები და არანაირი სერიოზული გავლენა პოლიტიკურ პროცესზე არ ჰქონიათ. არ არსებობს დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც ერთდროულად აკრძალა პარლამენტში შესული 10%-ზე მეტი რეიტინგის მქონე სამი პოლიტიკური ძალა. ესეთი პრეცედენტი არავის არ ახსოვს. მხოლოდ მარგინალურ, ძალიან მცირერიცხოვან ექსტრემისტულ ჯგუფებს გრძალავდნენ ევროპაში. ეხლა მართალი ექსტრემიზმის ნიშნები შეიძლება ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ჰქონდეს, მაგრამ ნახეთ დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიციურ პარტიებს გრძალავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ თავისუფალ და დემოკრატიულ საბაზისო წესრიგს. და დღეს ოპოზიციური პარტიები, რომელთაც გრძალავენ, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანის მიმართ იოტისოდენო სიმპათიაც არ აქვთ. კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებენ არც დემოკრატიულ, არც თავისუფალ, რაღაც ძირითად ღირებულებებს, ხო? ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მხოლოდ ქართულ ოცნებას და მის მმართველობას და არა კონსტიტუციურ პრინციპებს, ადამიანის უფლებების პრინციპებს, ხო? ასე რომ აი პოლიტიკური თვალსაზრისით ეს სასჯელიც მაინც და მაინც გამართული არ არის და ფაქტია, რომ გამოძახილია ეს პარტიების აკრძალვა იმისა, რომ უნდა ქართულ ოცნებას ჩამოაყალიბოს ისეთი რეჟიმები, რომელიც გვინახავს ჩვენ. ხო, სხვადასხვა დიქტატურების სახით, როდესაც მართველი ვერტიკალი, როდესაც დიქტატორი აკონტროლებს პარლამენტსაც, მთავრობასაც, ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც, ხო? მათ უნდათ რომ შექმნან ისეთი სისტემა, სადაც ყველა იქნება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინაშე ანგარის ვალდებული, ხო? რუსეთშიც არის ოპოზიციური პარტიები. მაგრამ ის არის სისტემური ოპოზიციური პარტიები, აქვს თავიანთი როლი, რომელსაც ხელისუფლება უნაწილებს მათ. აი აქეთკენ მივდივართ ჩვენ. იქნება თქვათ რაღაცა კონსერვატიული პარტია, იქნება თავისი როლი. იქნება იაგო ხვიჩია, რომელიც თვითონ ძალიან ჭკვიანია, მაგრამ იქნება თავისი როლი. და საბოლოოდ სცენარი რუსეთში იწერება ხოლმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის დონეზე. უფროსის მოადგილე არის პასუხისმგებელი პირი პოლიტიკური პარტიების ქცევაზე და მათ შემადგენლობას. აი აქეთკენ მივდივართ, რომ ივანიშვილის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე გადაანაწილებს ოპოზიციაში როლებს და ფუნქციებს. ეს არის საბოლოო ამოცანა ბატონი ივანიშვილის და კობახიძის და აი ამ მთელი კამარილის, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში. კი ბატონო, და ბოლო კითხვა ბატონ ლევან, არაერთხელ გვისაუბრე ამ საკითხზე, მაგრამ აქტუალობას არ კარგავს, შესაბამისად უნდა დაგისვათ. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროცესი, ხელისუფლება, როგორც პარლამენტი, მთავრობა, თავისი დღის წესრიგი აქვს, საერთაშორისო პარტნიორების პოზიციები ნათელია და გასაგებია საქართველოსთან დაკავშირებით. ერთგვარად სტატუს კვოსთან გვაქვს საქმე. რამდენ ხანს შეიძლება ამ რეალობაში იცხოვროს ქვეყანამ და მთავარი კითხვა, ვიზზე და რაზეა დამოკიდებული, რომ რაღაცები შეიცვალოს? ისიც მე ვაკვირდები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და მართლა აღთოვანებული ვარ ადამიანების სიმამაცის, რომლებიც მზად არიან, რომ ციხეში წავიდნენ პროტესტის ნიშნად და აი თქვათ მახსენდება შესანიშნავი ქართველი გამომცემელი ბატონი იად კვარაცხელია, ახსენდება ეს აი თავდადებული ქალები, რომლებიც მართლა ხმალამოღებული იბრძვიან იქ. უბრალოდ ცოტა მეტად უნდა დავფიქრდეთ. ჩვენ ხომ მოაქვს რაიმე შედეგი ცალკეული ადამიანების რამდენიმე დღით პატიმრობას
ჩემი დარკვირვებით მაინც და მაინც დიდი შედეგები ამას არ მოაქვს გარდა იმისა, რომ ადამიანები ეჭამებიან ხოლმე და ნახეთ ჩვენ ქალბატონი ნინო თათაშვილი რა დღეშია და რა მდგომარეობაშია მისი ჯანმრთელობა, ხო? ამიტომ რაღაც სტრატეგიებია შესაძლებელი და ბრძოლის მეთოდებია შესაძლებელი და მე ძალიან დიდი იმედით ვუყურებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშსა და მის ორგანიზატორებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ნელა ტაქტიკის ცვლილება. ყოველდღე კი აღარ გამოდიან, უკვე თემატურ დემონსტრაციებს ატარებენ სხვადასხვა საკითხზე, თქვათ ორ კვირაში ერთხელ და ამ ორ კვირას იყენებენ იმ თემატური აქციის ორგანიზებისთვის და მისი მრავალრიცხოვნების ასე ვთქვათ უზრუნველყოფისთვის. გადავიდნენ უკვე ადამიანებთან პირდაპირ კომუნიკაციაში და ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ მოამბეს წერენ ქუჩაში. მართალია მისი წამყვანი ლასკა ივანოვ-ჩიქოვანი დაიჭირეს, მაგრამ ხო გამოვა და ამ ალტერნატიულ არხს ხალხთან კომუნიკაციისთვის შექმნია და მე მგონია, რომ პროტესტის სხვა წევრებმაც უნდა მიბაძონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშსა და მის ორგანიზატორებს და უფრო მეტი ფანტაზია უნდა ამუშავონ და ასე ვთქვათ, კედელზე თავის დარტყმის ნაცვლად კედლის შემოსვლის ასე ვთქვათ, მიდგომა უნდა აირჩიონ. მადლობა ბატონო ლევან, მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს.